ძალიან მაგრად გაგვახარა ერთი კურციკი უკვე გადავიღეთ, დავინახეთ, ბედნიერები ვართ. ბავშვები გვიხარია, ხო. და ყველაზე მეტად ის მახარებს მე ამ ბავში, რომ ძალიან მშვიდად გადაადგილდებოდა, საერთოდ არა აქვს შიშის განცდა. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ დაცული ტერიტორიები ნამდვილად დაცული არის რა. საფრთხეს ვერ გძნობს, ფანტასტიკური განწყობა აქვს თვითონაც და ფანტასტიკურ განწყობას გვიქმნის ჩვენც. ეხლა კი ვაგრძელებთ გზას, დავდივართ მინდორველად და ვეძებთ ამ ჩვენს კურციკებს. სამუხის ველმა უდაოდ წარმტაცი სანახაობა შემოგთავაზა. ვიხილეთ 14,000 ჰექტარზე გაშლილი ულამაზესი მინდორი, რომელიც უხვად იყო გაჯერებული ჩვენთვის ასე სანატრელი კურციკებით. ფრიად სასიხარულო იყო მათი ხილვა ჩვენთვის ასე ახლოდან და იმის გააზრება, რომ ადამიანს არ უფრთხოდნენ. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ამჟამად მათი პოპულაცია 1000-ზე მეტია და ყოველწლიურად იზრდება. აი, მარლენ, გაჩერდი, აი. ხედავ, 11 საათზე. ბევრისთვის ალბათ ცნობილი არაა, რომ კურციკები საჩუქრად მეზობელმა აზერბაიჯანმა გადმოგვცა. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე კურციკი მუდამ ბინადრობდა, მაგრამ სამწუხაროდ უკონტროლო ნადირობის შედეგად წინა საუკუნეში გადაშენდა. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს დავფიქრდეთ, თუ რამდენად საზიანოა ბრაკონიერობა ბუნებისთვის და რამდენად სარგებლის მომტანია სწორი სელექციური ნადირობა, რომელიც ხელს უწყობს ცხოველთა პოპულაციის გამრავლებას.